გამარჯობა საბატონო დენიზა. გამარჯობათ კიდევ ბატონო ერმილე. მე ძალიან მომწონხართ, ძალიან შემაყვარეთ უკვე თავი და მზათა ვარ მოგემსახუროთ, რაც კი შემიძლია, გავიხსენო, გიამბოთ და თქვენ გვერდით ვიყო. იბრძოლოთ კიდო. და გარდა მაგისა უნდა გითხრათ, რომ ალბათ ის ინფორმაციები, რომელიც უფალმა ჩემზე დაუშვა, ალბათ საჭირო იყო. და შეიძლება უფრო კარგად იქნას განათებული საქართველოს ისტორია. ზვიადი დიდხანს მზადდებოდა ზვიადის ის ფუნქცია, ის მისია, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს იმისათვის, რომ შემდეგ სიონისტურ მოძრაობას თავისი ისტორიული ოცნება შეესრულებინა და საქართველოს დაეპყრო. დიდხანს მუშაობდნენ მაგაზე და სწორად მუშაობდნენ. ჯერ მარტო ის ფაქტი, რომ საქართველოში შემოიტანეს ევროპული ქრისტიანობა ანთროპოსოფიის სახით და გულგრილად განაწყვეს ქართული ცნობიერება იმ დაპირისპირებასთან, რომელსაც ერქვა იუდაიზმისა და ქრისტიანობის დაპირისპირება. გულგრილად განაწყო ანთროპოსოფიამ და ის რომ ჩვენმა ეროვნულმა მოძრაობამ და 9 აპრილმა საბოლოოდ დაშალა საქართველოს საბჭოთა კავშირი, ეს გამარჯვება იყო იმათი მხრიდან, გამარჯვება იყო და დამარცხება იყო საქართველოსი და ისი წარსულის, რომელიც ძალიან ცუდად იცის დღეს საქართველოს და თვითონ ქართველებმა, როგორც ფენომენი საქართველო და ქართველი ერი არ იცის ქართველმა ერმა, რადგანაც გარეშე ძალები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქართველ ერს თავისი ვინაობა სიღრმისეული არ წოდნოდა. პირადად მე რამდენი მოხსენებაც გავაკეთე ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო კონგრესებზე. ყველა შემთხვევაში ჩემი მოხსენებები ამოღებული იყო ოფიციალური კრებულებიდან. ნუინერვიულებთ ქალბატონ დენიზა. და სულ ვიყავი დაყარაულებული ამ დაზვერვის ებრაული დაზვერვით, რომ ჩემი მოხსენება არ გასულიყო, არ დაბეჭდილიყო და ჯერ თავიდან იწყებოდა, რომ საერთოდ მოხსენება არ გაეშვათ კათედრაზე და ასე შემდეგ. ასე გავატარე მთელი ბიოგრაფია. ქალბატონ დენიზა, აი ერთი ცოტა უბრალოდ რომ რაზგრუსკა გავაკეთოთ. ბუხარის შესახებ მოყევით რა. ხამე როგორ მოგიკაკუნეს გთხოვთ რა ეს. ესე იგი, აი ჩვენთან როგორ იყვნენ მერაბე და ზვიადი, ძალიან ახლობლები, აი როგორ იყო ეს? ერთი ეგარი რომ ერთად არ გვეძინა ღამე ამ სახში თორემ. საათობით იყვნენ აქ და გამოსა ხუმალზე და განსაკუთრებით უნდა გითხრა ზვიადი რომ მოვიდო და აღარ უთხოვდა დიდხანს იყო ძალიან ხოლმე და ჩვენც მიჩოული ვიყავით. ხშირად აქ კითხულობდა, რაც თვითონ უნდა წაეკითხა. და ეს ბუხარი, რომელსაც გაჩვენებთ ახლა ბატონი შალვა, ეს ბუხარი რო შენდებოდა, კარი როგორ ერთ მშვენიერ დაიწყო მშენებლობა. ერთ მშვენიერ დღეს უკვე ღამე იყო, ღამის 12 საათი იყო და ვიღაცა გვესმის, რომ ჩვენ კარებზე ქვებს ურტყავ. ესე იგი, როგორი ის არის ხმაური თან. ქალბატონი გვანგრევს, ესე იგი მოვიდა დავანგრევეთ. ქალბატონი იდა იყავით, ხო? 12 საათია. ხო და იძულებული ვარ რომ გამოვაღო კარები და კარებში დგას 2 რაინდი. ზვიად გამსახურდია და მე რა გკოსტავა და 2 აგური უჭირავს 2 ახლა შეიძლება აწეული მოვიდეთ აგურებით. ხო და გაგვაფრთხილეს მოკლედ რომ ჩვენ აგური უნდა მოვსიდოთ. ხო და თქვენ ქალბატონი იდა იყავით, ხო? ჩემი მეგობარი მოკვდა სიცილით რა. რომ გულგახეთქილებს მერე გაგვახარეს ასე ვთქვა და ეს ბუხარი იქცა ჩვენს ლიტერატურულ და შემოქმედებით წრეებში, ასე ვთქვათ, რაღაც ეპიზოდად და ბატონი
თამას ჩხენკელი, რომელიც ჩვენ ლიტერატურულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ვარსკვლავი ბრძანდებოდა. ზურაბ კიკნაძესთან ვართ სტუმრად, ჭაბუა ამირეჯიბის სახლიდან წამოსულები და თამას ჩხენკელი მიცხადებს თხოვნას. თუ შეიძლებაო ერთი თხოვნა მაქვსო და კონვერტი უჭირავს ხელში. აი ბუხრის მშენებელსო თუ შეიძლება მე გადაუხდიო გადასახადსო და გადმომცა კონვერტი ფულით და ოღონდ სამაგიეროს ერთ რამეს გთხოვო, რომ ერთი დღის უფლება მოგვეცითო თქვენ და იდამო ჩემმა მეგობარმა მოქანდაკებდა მხატვარმა, რომ იმ დღესო მუდმივად ყოველ წელიწადს შევიკრიბოთ ჩვენი თბილისის და საქართველოს პოეტები და ხელოვანი ხალხიო. რა თქმა უნდა ჩვენ მივეცით ამის უფლება, ზედმეტი იყო მან თხოვნა, ჩვენთვისაც გასახარი იყო, რომ ასე ძალიან ნუდო და სხვათა შორის თამას ერთი წერილი აქვს გამოქვეყნებული ჩემ ჟურნალთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტში უნდა გამოცემულიყო იეროთეოსის სახელწოდებით. და წარმოიდგინეთ, ეს ისეთი თავდასხმა იყო ათეისტური სახელმწიფოსთვის, რომ უნივერსიტეტის რექტორი, რომელსაც უთხრეს, რომ დენიზა სუმბაძე არაოპაგიტული სამეცნიერო ცენტრის პირველ კრებულს ბეჭდავსო და ღმერთზე ლაპარაკობსო, როგორ თუ ღმერთზე ლაპარაკობსო, ესე იგი აღმოჩნდა, რომ ეს იყო უსაშველო დანაშაული და სასწრაფოდ გასცა ბრძანება, რომ მოხსენითო, სასწრაფო ბრძანება დაიწეროსო. უთხრეს თურმე, რომ შტატი არა აქვსო, ჯერ გაფორმებულიო, ხო და რა ვქნათ, აბა როგორ გადავსაჯოთო, წარმოიდგინეთ. ესეთი ამბავი იყო და მე რა თქმა უნდა მომხსნეს, ჩემი რედაქტორიც მოხსნეს ნელი მახარაძე და მის მაგივრად მათთვის მისაღები, ვინც იყო ის დანიშნეს და სათაური და ანგელოზის გამოსახულება ყდაზე, რომელიც იდას დახატული ანგელოზი იყო, უნდა გითხრათ, ის რასაკვირველია მოაშორეს და ეს როგორ ჩაიდინეს, ესე იგი ჩვენ ვითლებოდით უსაზღვროდ დიდ დამნაშავეებად, რომ ჩვენი ჟურნალის სათაური იყო იეროთეოსის სახელი, ცნობილი წმინდანის არეოპაგიტიკაში და ყდაზე იყო გამოსახულება ანგელოზის. ესე იგი მე შევიტანე მთელი არეოპაგიტიკა, ეს არის ანგელოლოგიის მეცნიერება და თურმე ვიყავი დამნაშავე. ხო და წარმოიდგინეთ, იცით რა მიშველა, როდესაც რექტორი ჩასულა გერმანიაში მეგობარ უნივერსიტეტთან, ჩემი თარგმანი იყო გამოქვეყნებული ჟურნალ ნათოფში, ესე იგი არეოპაგიტული ერთ-ერთი ცნობილი ტრაქტატის ჩემეული თარგმანი და თვითონ დიონისი არეოპაგელის სახელით გამოცემული სინამდვილეში პეტრე იბერის და ერთ-ერთ გერმანელ ქართველოლოგს დიდ აუდიტორიიდან უკითხავს ჩვენი რექტორისთვის, რომ თუ შეიძლებაო აი ამ წერილისო და ამ თარგმნელისო ვინაობაზე რაიმე გითხარითო, ჩემი თარგმანი გახლდათ ჟურნალ ნათოფში გამოქვეყნებული 1970 წელია. და ჩვენი რექტორი საწყალი ყოფილი მფრინავი და გმირი იყო ეს რექტორი მაშინ ჩვენთან და ძალიან სამარცხვინო სიტუაციაში აღმოჩნდა და დაიწვა იმდენად სირცხვილი, რომ არც იცოდა, რომ ეს ჩემი ტრაქტატი გამოქვეყნდა და საერთოდ მე არ ვიცნობდი, რა თქმა უნდა. და ამ დროს მოხდა ისე, რომ ჩემი დისერტაცია დაამტკიცეს მოსკოვში და მე შევედი ამ რექტორთან. ახალი ჩამოსულია სულ რამდენიმე დღის იქიდან, გერმანიიდან. ხო და შევედი და ვთხოვე და განცხადება მივართვი, რომ უნივერსიტეტში გავხსნათ მეთქი სამეცნიერო ცენტრი არაოპაგიტული პრობლემების. ხო და გაოცებული დარჩა ეს კაცი, იმიტომ რომ
გვარი რო უთხრეს და უთხრეს რომ ამ ასეთი რთული ტრაქტატის მთარგმნელი წარმოიდგინა რომ ეს მთარგმნელი იყო მამაკაცი და ახლა მე რო შევდივარ და იგივე გვარით ვეუბნები მეკითხება ესო თქვენ ძმა ყავთო მე ვთხარი კი მეთქი ჩემი ძმა ცნობილი ალპინისტი იყო ხო და იმანო და ესო ასეთი და ასეთი ტრაქტატი თარგმნაო და მე ვთხარი არა მეთქი ჩემი ძმა ფიზიკოსი გახლავთ მეთქი და ალპინისტია ცნობილი მეთქი ეს რო გაიგო რომ ჩემი თარგმანია და განცხადება დამკითხა ყველაფერი და მითხრა 2 კვირის განმავლობაში თქვენი ცენტრის დაფუძნება მოხდება და ბრძანება გაფორმებული იქნება თქო და ასე დაფუძნდა საქართველოში არაოპაკეტული ცენტრი რომელიც არის წერვალი ასე ვთქვათ რელიგიური და მისტიური აზროვნების რაც წარმოუდგენელი იყო და პირველივე კრებული შალვა ტელეფონი ცოტა თემო ჩამოწიე აი ესეთი იყო შალვა ისტორია ხო ტელეფონი ცოტა ქვემოთ ჩამოწიე გალბატონი დენზა ასე საით გინდათ რომ გადავიდე ასე არა მე ხო კარგი მე მაინტერესებდა გალბატონი დენზა აი როგორ მოხდა თქვენი მერაბ კოსტავასის ზვიად გამსახურდია გაცნობა ისმის შალვა ისმის ზიადის გაცნობა გაინტერესებთ გავიმეორო ხო ესე იგი მე გახლდით უნივერსიტეტის ასპირანტი ცნობილი პროფესორი სკოტე ბაქრაძის ის კითხულობდა თანამედროვე ევროპულ ფილოსოფიას განსაკუთრებით კითხულობდა ჰაიდეგერის ფილოსოფიას რომელიც სოკრატესთან იყო დაკავშირებული მე დავაკავშირე ამიტომ ძალიან დავმეგობრდით მე და ბატონი კოტე და გავხდი მე კოტე აგრეთვე ფილოსოფიის კათედრის ასპირანტი და სემინარი ასე წაიყვანა ბატონმა კოტემ ისეთი წიგნები დამინიშნა გასაცნობად რომელიც იყო იმისი მერაბ კოსტავას საცხოვრებელი სახლის ეზოში ბიბლიოთეკაში იქ იყო პედაგოგიკის ინსტიტუტი და კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდათ და ის წიგნები რომელიც მე მჭირდებოდა ჩემი სემინარით იქ უნდა მომეძებნა და მე იქ უნდა მემუშავა და ამ პროცესში ვიყავი მერაბ კოსტავას ეზოში მერაბ კოსტავას სახლი სადაც იყო მაგრამ მე მერაბ კოსტავას არ ვიცნობდი და ერთ მშვენიერ დღეს ბიბლიოთეკარი მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ თქვენ რასასო კითხულობთო ის ლიტერატურა ჭირდებაო კონსტანტინე გამსახურდიასო და თუ შეიძლებაო შვილია მოსულიო და უნდა გავატანოთო თქვენი სამაგიდო წიგნებიო მე ვთხარი რომ იცით რა ძალიან უხერხულია მეთქი რომ მე წამართვად საშუალება მუშაობის მეთქი და არა ვარ თანახმა მეთქი რომ დაუთმო მეთქი ეხლა დამაცადოს მეთქი რომ დავამთავრებ და მერე სიამოვნებით გავუგზანი მეორედ მოვიდა ბიბლიოთეკარი და მითხრა რომ თუ შეიძლებაო კონსტანტინეს ვაჟიო ზვიადი არისო აქო და ძალიან გთხოვთო რომ დაელაპარაკოთო კარგით მეთქი შევხვდები და ავდექი სამუშაო მაგიდიდან და მივედი იმ კათედრასთან სადაც ბიბლიოთეკარების ხედან და იქ იდგა და ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს მე ბოდიში მოუხადე რომ ძალიან ჩაძირული ვარ სამუშაოში მეთქი და არ შემიძლია მეთქი რომ დაუთმო ეხლა და ცოტა დამაცადეთ მეთქი ეს რომ მოისმინა არ გამიწია წინააღმდეგობა ზვიადმა უნდა გითხრა და თუ შეიძლებაო ცოტა ხანს გავიდეთო სასაუბროთო აივანზეო კი ბატონო მეთქი მე ვთხარი და გავედით თუ არა ჩვენი ურთიერთობის თემა უცებ გახდა დოქტორ შტაინერი მე მოგეხსენებათ ესე იგი ფილოსოფიის დარგში ვიყავი გაწაფული ასე ვთქვათ უკვე როგორც ასპირანტი და ვიცნობდი უკვე შტაინერს კარგად და ვიყავი განწყობილი უნდა გითხრათ საწინააღმდეგოდ იმიტომ რომ მე მიჩეული ვიყავი სოკრატეს აზროვნებას და პლატონის
სოკრატე ყველა შემეცნებას ამთავრებდა იმით, რომ მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიციო და მომევლინა უცებ შტაინერი, რომელმაც ყველაფერი იცის. რაც სოკრატემ არ იცოდა, ისიც იცის. ხო და ეს ვაღიზიანებდა ძალიან და მეუთხარი, რომ არც მაგისი ქრისტიანობაა ჩემთვის მეთქი მისაღები და არც მისი აზროვნება და საერთოდ მეთქი დაანებეთ თავი ამ ანთროპოსოფიას, ჩვენა გვაქვს გელათის აკადემია და ჩვენი აზროვნება ქართული ცნობიერება უნდა წავიდეს გელათის აკადემიის განვითარებით. ეს იყო ჩვენი ძირითადი თემა, ჩემი და ზვიადის. ესე იგი, მე ვიცავდი დავით აღმაშენებლის დაფუძნებულ გელათის აკადემიას, ეს იცავდა ანთროპოსოფიას. იმ დონეზე იცავდა, იცით რომ მომავალ პატრიარქს, რომელიც ჯერ გაურკვეველი იყო და არავინ არ იცნობდა მას როგორც პატრიარქობის კანდიდატურას, ზვიადი იცნობდა, ზვიადი და მერაბი მეგობრობდნენ მასთან და მასაც თხოვდნენ, რომ ანთროპოსოფი გამხდარიყო. ხო, ეს ცოტა ბავშვური იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ შემოტევა, ბატონო ერმილე, ეს ეხლა დღევანდელი გადასახედიდან მე უკვე 5-იანზე ვიცი, რომ გამიზნული იყო ჩვენი პოლიტიკური აზროვნების საწინააღმდეგოდ, რომ ჩვენ არ უნდა ყოფილიყავით განწყობილი იმ სოფლიოს მიმართ, რომელიც შემოდიოდა ჩვენთან, ესე იგი, შემოდიოდა სიონისტური მოძრაობით, ხო? ესე იგი, ჩვენ უნდა გავხარებოდა, რომ იუდაიზმი მოდის საქართველოში, როგორც პოლიტიკური წამყვანი მთელი მსოფლიოსი. და წარმოიდგინეთ, თქვენ რაღაც გარკვეულ მიზანს იმათ მიაღწიეს. მე ჯერ ერთი ანთროპოსოფიის წევრები, ასე ვთქვათ, საქართველოში ვინციფრენ, ქალბატონი, რომელიც ხელმძღვანელობდა ანთროპოსოფიის ებრაელი იყო, ქალბატონი თამარ სადრაძე. ის დანდებოდა ჩემთან და ძალიან პატივს მცემდა და ისიც იცოდა, რომ მე მეწინააღმდეგებოდი დოქტორ შტაინერს და არ ვიღებდი როგორც ქართული ქრისტიანობისთვის მისაღებს, ნამდვილად მიუღებელი იყო ჩემთვის. და ის რომ არსებობდა და რომ ქრისტიანობა ეს სხვადასხვა მიმართულებით უნდა განვითარებულიყო და რომ მიმდინარეობდა ქრისტეს შემეცნება, ამას ვერ გააჩერებ. ეს ყოველთვის იქნება, მაგრამ ის რომ კლასიკური ქართული ქრისტიანობა მე შემეცვალა დოქტორ შტაინერით, შეიძლება მე მოვეკალი ვინმეს, მაგრამ ეს არ მოხდებოდა არც ერთ შემთხვევაში. და აი აქედან დაიწყო ჩვენი ინტელექტუალური ომი ერთმანეთთან, ზვიადის და მერაბის, იმიტომ რომ მერაბი გადაყვანილი ყავდა ზვიადს უკვე ანთროპოსოფიაზე და მერაბი ძალიან მორჩილი იყო ზვიადის, ძალიან დიდ თაყვანს სცემდა და ასე ვთქვათ, მათ შორის არანაირი ინტელექტუალური დისკუსია არ იყო. აი და ეს ორი ვაშკაცი, ორი რაინდი, რომელიც ჩემთვის ვეფხისტყაოსნის გმირებს გავდნენ და თბილისში რო დადიოდნენ, რუსთაველი ცოცხალი იყო და ვეფხისტყაოსანიც. და უცებ მომევლიდნენ ანთროპოსოფებად. და ესე იგი, არ მოხდა ჩვენი ინტელექტუალური თანხმობა. არ მოხდა. აი ამ ფონზე უცებ რომ გამომიცხადეს ეროვნული მოძრაობა, მე ვიყავი ეროვნული მოძრაობა და უცებ ესენი მომევლიდნენ პოლიტიკურ ეროვნულ მოძრაობას. წარმოგიდგენიათ ახლა ჩემი მდგომარეობა, მართალია მეგობრები არიან და მე მინდა რომ მე ისიც ძალიან მინდა რომ საქართველოს სამეფო ტახტი აღდგეს და ალბათ ერთადერთი პიროვნება მაშინ იმ დონეზე მე ვიყავი ქალებში, რომელიც ამას მოცნებობდი და ესენი რომ ამით დაინტერესებული იყვნენ, რა თქმა უნდა ძალიან მიხარობდა. წმინდა გაბრიელ ბერიცხო მონარქიის მომხრე იყო. ერთიანები ვიყავით. წმინდა გაბრიელ ბერიცხო მონარქიის მომხრე იყო.
წმინდა გაბრიელ ბერიც ხო მონარქიის მომხრე იყო? წმინდა გაბრიელი, რა თქმა უნდა, გაბრიელი ოცნებობდა მაგაზე ტახტის აღდგენაზე და ალბათ ჩვენ რომ მაგაზე გვესაუბრად დავმეგობრდებოდით, ხო? დავმეგობრდებოდით, მაგრამ ჩემთვის დღეს ძალიან ძვირფასია მამა გაბრიელი ყოველ მისვლაზე ვლოცულობ მის საფლავთან და სულ ვევედრები რომ შეგვეწიოს. ერთი სიტყვით მე აგრეთვე ჩემთან მეგობრობდა და საგურამოში დააფუძნა დავით გურამიშვილის დარბაზი სახალხო მწერალმა გიორგი ჯავახიშვილმა. სხვათა შორის ის ივანე ჯავახიშვილების შთამომავალია და 3 წელიწადი ერთ ოთახში ცხოვრობდნენ მამა გაბრიელი და გიორგი ჯავახიშვილი. ისე რომ ამით მე დაკავშირებული ვარ, მე მისი მეგობარი იყო, ჩემი მეგობარი ძალიან და ამით თქვენ ხო გინახიათ სალვა ერთი კითხვა მაქვს. მე და მამა გაბრიელი მე როდესაც მცხეთის სასულიერო სემინარიაში ვკითხულობდი ლექციების კურსს, მამა გაბრიელი ხშირად ბრძანდებოდა იქ, ვესალმებოდით ერთმანეთს და ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენ დავმეგობრებულიყავით, მაგრამ არ მოხდა ესეთი მომენტი, რომ ახლოს გვესაუბრა. თუმცა მე ყოველთვის გრძნობდი, რომ მამა გაბრიელი ძალიან იღწოდა, რომ მე დავმეგობრებოდა, უნდა გითხრათ, მაგრამ იყო იქ პატრიარქთან რაღაც კონფლიქტების განწყობა და ცოტა ვერიდებოდი, ამიტომ ამ სიახლოვეს. შეიძლება ძალიან წავაგე ამით, მაგრამ ძალიან დიდი მე ვიყავი კლდესავით დამცველი ჩვენი პატრიარქის, კლდესავით. იმდენად რომ გამომიძახეს უშიშროებაში ერთხელ და მითხრეს, თქვენ უნდა დატოვოთ, მაშინ ის 70-იანი წლებია მოგეხსენებათ და ჩვენი სახელმწიფო მეთაური პატრიარქს არ ესალმება, იმიტომ რომ ის არის სასულიერო პირი. ეს დონეა მაშინ საქართველოში. ჩვენ ვაცილებდით პატრიარქს კონსტანტინოპოლში და იმავე თვითმფრინავზე თავის სტუმარს აცილებდა ედვარდ შევარდნაძე და პატრიარქს არ მიესალმა, იმიტომ რომ მღვდლებს არ ესალმებოდა. ესეთი ეპოქა გავიარეთ ჩვენ. ხო. ქალბატონო დენიზა, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. აი თქვენ ბრძანეთ, თქვენ იყავით უახლოესი მეგობარი ზვიად გამსახურდიასი მერაბ კოსტავასი და ალბათ თქვენზე უკეთესად ვერავინ ვერ გაგვცემს ამ კითხვაზე პასუხს. ბატონო ერმილე, 3 ლექსი აქვს მოწყნილი ჩემდამი მერაბს და მოვამზადებ ერთ მშვენი ერთ დღეს და წაგიკეთე. არა, შეკითხვა. მაგრამ მე რაღაცის კითხვა მინდათ. ქალბატონო დენიზა, დიახ, ეს შეკითხვა მაქვს. აი, თქვენ ბრძანეთ ზვიადის და მერაბის მეგობრობის ფენომენი და ბრძანეთ ის, რომ მერაბ კოსტავა იყო ზვიად გამსახურდიას გავლენის ქვეშ. საზოგადოებაში არის ისეთი აზროვნება, რომ პირიქით ზვიად გამსახურდია იყო მერაბ კოსტავას გავლენის ქვეშ. რაც გეკითხებათ, ბოდიში ერბინა. ესე იგი, მეც ასეთი აზრი მქონდა. თქვენ ხო იძახით, რომ მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიას გავლენის ქვეშ იყო. საზოგადოებაში არის აზრი, რომ პირიქით ზვიად გამსახურდია იყო მერაბ კოსტავას გავლენის ქვეშ. მე შემიძლია გითხრათ მაგაზე პასუხი. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მათი მეგობრობა და სიყვარული ეს იყო ლეგენდარული ერთგულება ერთმანეთის. როდესაც მერაბ კოსტავა მთლიანად დაემორჩილა და ორივე გახდნენ ანთროპოსოფები. აქ ნამდვილად იყო მთლიანად ასე ვთქვათ ზვიადის დამორჩილება. იმიტომ რომ ანთროპოსოფია არ იყო ქართული ქრისტიანობის თანხვედრი, ძალიან განსხვავებული იყო და ქართული ქრისტიანობიდან გადასვლა ანთროპოსოფიაზე მათ არ ქონდათ გაცნობიერებული და შეფასებული, რომ ეს ცოტა არაეროვნული საქციელიც იყო. მაგრამ
ის ძალა, რომელიც შემოდიოდა საქართველოში და ანთროპოსოფიას ნერგავდა, იმას სულ სხვა მიზანი ჰქონდა. ჯერ ერთი ზვიად გამოუცხადეს, რომ ის უნდა ყოფილიყო მსოფლიო ანთროპოსოფიის ლიდერი. და ერთგვარად წააქეზეს, იცით, იმისთვის, რომ დიდი ფიგურა გამხდარიყო მსოფლიოსი და რაც საქართველოში მაინდა-მაინც არ იყვნენ, ესე იგი, ესენი სულ წინააღმდეგობა ჰქონდათ, ესე იგი, თავიანთი ეროვნული მოძრაობით, მოგეხსენება სკოლიდან მოყოლებული ეგენი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ. და აი ეს რელიგიათთან ჩვენი სარწმუნოებაც საქართველოში მთლიანად რომ ამოღებული იყო დღის წესრიგიდან და ეს რო შეცვალა საქართველოში შემოსულმა ქრისტიანობის გარკვეულმა მიმართულებამ, რადგან ქრისტიანობა იყო, ესენი დაეწაფენ იმას და ამ გზით გადაწყვიტეს, რომ ქრისტე საქართველოში გაეცოცხლებინათ. სამაგიეროდ მოხდა, რომ ამ ანთროპოსოფიამ თავიანთი განწყობა ებრაული ქრისტიანობის და ებრაული პოლიტიკის მიმართ შეანელა და შეაგუა, იმიტომ რომ თვითონ დოქტორ შტაინერი მასონი იყო. ანუ იმ მასონური მოძრაობის წარმომადგენელი, რომელსაც მიზნად დასახული ჰქონდა სოფლიო დაეპყრო და პირველ რიგში მისი მიზანი სოფლიოზე მეტად არის საქართველოს დაპყრობა. აი დღეს ეს არ იცის მსოფლიომ, რომ სოფლიოს დაპყრობა სიონისტურ მოძრაობას უნდა იმისთვის, რომ საქართველო დაიპყრო. აუცილებლად. და არა პირიქით. დღეს რა ხდება? დღეს რა სიტუაცია? რა ერბილებ? დღეს რა ხდება ამ მიმართულებით ებრაული გავლენები საპატრიარქოში? ლომად არის და ძლიერად არის. დღეს ებრაელი გავლენები საპატრიარქოში სერიოზული ფესვები აქვს და როგორ ფიქრობ, დღეს ებრაელი გავლენები საპატრიარქოში სერიოზული ფესვებითაა და სერიოზული ძალა აქვს, თქვენი აზრით? იცით რა, ბატონო ერმილე, ეს შეკითხვა თქვენ დაუსვით ზუსტად იმ პიროვნებას, რომელსაც ეს პირადად ეხება. რადგანაც მე გახლავართ ის ერთი ადამიანი, რომელიც დაუპირისპირდა ამ საკითხში ქრისტიანობას, ეკლესიას. 1914 წელს მე გამოვაქვეყნე 2014 წელს ალბათ 2014 ბოდის გიხდით 2014 წელს გამოვაქვეყნე არის ასეთი გაზეთი საქართველოში, არ ვიცი თქვენამდე მოღწეულია თუ არა, საერთო გაზეთი და ძალიან ცნობილი და გახმაურებული რედაქტორი ყავდა მას, ცნობილი პოეტი ვახტანგ ხარჩილავა. და ვახტანგ ხარჩილავამ დაბეჭდა გაზეთის განგრძობითი წესით, წარმოიდგინეთ 140 გვერდიანი შრომა, 140 გვერდიანი შრომა, რომელსაც ერქვა საქართველო და ქართული ეკლესია აპოკალიფსის კარიბჭესთან, ანუ ინფორმაციული ომი საქართველოს ისტორიული სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად. ამის ავტორი გახდით მე და ვამხილე ამ შრომით ის ეკლესიური პროცესები, რომელიც ნერგავდა საქართველოში ბაგრატიონთა დინასტიის ებრაელობას. არც ერთ შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი არცოდნა რეალობისა და ძალიან დიდი ღალატი ქართული ფენომენის, რომ ბაგრატიონთა მთელი დინასტია გამოაცხადო ებრაული ხორციელად ებრაული წარმომავლობისად. ესე იგი, თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი, მაშინ, როდესაც მე ეკლესიას შევაგებე დავით აღმაშენებლის ცნობილი გალობანი სინანულისანი, რომელშიც დავით აღმაშენებელი წერს
როგორც თავის ცოდვას და მონანიებას ისრაელისა მეფეთ ვაძევთ გარნა ურჯულოთა და ვაცოდვე ერი ჩემი ვითარცა მეფეთა მათ ისრაელიო. ესე იგი დავით აღმაშენებლის როგორც სამეფო ტახტის აზროვნების ეტაპი არის დასასრული დავით წინასწარმეტყველის როგორც მეფის იდეალიზაციისა. ეს არის დასასრული, მაგრამ რადგანაც დავით აღმაშენებელი თითქმის გაღმერთებული იყო გრიგოლ ხანძთელის ტაო-კლარჯეთის სავანეში, იმიტომ რომ თვითონ ბიბლიის აღიარების ეტაპი იყო. არა, დავით აღმაშენებელი თუ დავით წინასწარმეტყველი? და დავით აღმაშენებელი გრიგოლ ხანძთელის თელ სავანეში იყო ძალიან გაღმერთებული, უნდა გითხრათ. აღმაშენებელი თუ მეფი ისა ბიბლიური მეფეები თქვენ დავით წინასწარმეტყველზე იძახით თუ წინასწარმეტყველზე ალბათ, ხო? არა, მომისმინეთ. დავით წინასწარმეტყველი როგორც ბიბლიური მეფე. ხო, მაგრამ თქვენ აღმაშენებელი თქვით და იმიზე გეუბნებით. არა, დავით აღმაშენებელი სხვა ეტაპია. ხო, არა. დავით აღმაშენებელი დაამთავრა ტაო-კლარჯეთი. ხო, მაგით დაამთავრა. დაამთავრა ტაო-კლარჯეთი და გარდა მაგისა უკვე შედეგები სოფლიოს ნეოპლატონური აზროვნებისაა შემოსული საქართველოში, რომელმაც ბიბლიის კრიტიკა იცით რა დონეზე დააყენა? ბიბლიის კრიტიკა იმ დონეზე დააყენა ნეოპლატონიზმმა მისი ფილოსოფიური სიუჟეტი, რომ ძირითადი სახელმძღვანელო, რომელიც შემოიტანა დავით აღმაშენებელმა ბიზანტიიდან იოანე პეტრიწის სახით, ძირითადი სახელმძღვანელო, ეს გახლდათ ნეოპლატონური აზროვნების, ანუ ის რაც ბიბლიას აკრიტიკებდა, ნეოპლატონური აზროვნების შემაჯამებელი ტრაქტატი. ამ შემაჯამებელი ტრაქტატით აზროვნებდა უკვე მთელი სამეფო კარი საქართველოსი და ამ იოანე პეტრიწის მოწვევით და მოგეხსენებათ იმდენად ახლოს იყო ბიზანტიასთან საქართველო, რომ დავით აღმაშენებლის მამიდა ცნობილი დედოფალი, რომლის მსგავსი ისტორიას არ ახსოვს, მართა მარიამ ბაგრატიონი, თვითონ ხელმძღვანელობდა ბიბლიის განმარტებას და იმას ფილოსოფოსებს და თეოლოგებს სწორედ იოანე ღვთისმეტყველის განმარტებას თხოვდა, რომ ეს კარგად ცოდნოდა ბიზანტიიდან მსოფლიოს. და ეხლა რა მინდა გითხრათ, ის რაც დავით წინასწარმეტყველს მიეწერა, რომ ვითომ ტაო-კლარჯეთის სავანეში გამოცხადებული იქნა ჩვენს წინაპრად, ეს იყო გაფუჭებული ტელეფონი. ეს იყო გრიგოლ ხანძთელის მიერ გამოთქმული ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც გაიტანეს გარეთ, ესე იგი სავანიდან, გრიგოლ ხანძთელის სავანიდან და გრიგოლ ხანძთელისა და საქართველოს სამეფო ტახტისთვის გამზადებული აშოტ კურაპალატის სტუმრობიდან. როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და ერთმანეთს ქათინაურები უთხრეს. და გრიგოლ ხანძთელმა, რადგანაც ეს ის პერიოდია, როცა ბიბლია ყვავის საქართველოში, ბიბლიის დიდება მიდის, რომ ასეთი წმინდა წიგნი შეიქმნა, სადაც ქრისტიანული სახარება და ებრაელთა წმინდა წერილი გაერთიანებულია და სახარება ითვლება ებრაელთა წმინდა წერილის გაგრძელებად. აი ეს ეტაპი შემრიგებლური, ასე ვთქვათ, ამ
ებრაელი ხალხის რელიგიასთან და წმინდა წერილთან და იმათ მიერ კიდე შებრიგებლური ქრისტიანობასთან არის ასახული სწორედ ტაო-კლარჯეთის სკოლაში. ესე იგი, ეს არის ის ეტაპი, როდესაც დავით წინასწარმეტყველის ცალმუნები და მისი სიტყვები საპატივცემულოა. და აი ამ დროს შეუძლია რომ გრიგოლ ხანძთელმა იმას უწოდოს საქართველოს გაუქმებული სამეფო ტახტის აღმდგენელს და პირველ კანდიდატს აშოტ დიდს და დიდ ქრისტიანს და დიდ ბაგრატიონს როგორც უწოდებდნენ რომ აი ის როგორც დიდი მეფე იყო ასე ვთქვა დავით წინასწარმეტყველი შენ ისეთი მეფე უნდა გახდეო გესმით და დავით წინასწარმეტყველი შვილად წოდებულო უთხრა წოდებულო ქალბატონო დენიზა ბოდიში ერთ რამე თქმილად ჩაგეჭრებით და ყველაფერს ამას ამ გაურკვევლობას დავით აღმაშენებელმა რუის ურბნისის კრებით წერტილი დაუსვა. რა თქმა უნდა. ხო, აი ეს არის რა თქმა უნდა, გამორიცხულია ბადანერმილე. გამორიცხულია და მთელი ქართული მეცნიერება. ყველაზე დიდები ვინც არიან? ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი. აი სტალინმა რომ ნამდვილი ქრისტიანულიო საქართველოს ისტორია დამიწერეთო იქიდან, როდესაც ბელადი იყო და უკვე ომი იყო დაწყებული. ამათ რომ სახელმძღვანელო დააწერინა, იმ სახელმძღვანელოშიც დადგენილია არავით არის საერთო ხორციელი ბაგრატიონებს მათ არა აქვთ, აბსოლუტურად გამორიცხულია და ამას ყველაფერს გადააბიჯეს იმისათვის რომ პოლიტიკურად ესიამოვნებინათ გაბატონებული ძალისთვის დღევანდელი სოფლიოს ახალი წესრიგის წამყვანი ძალისთვის და ეს ასე ვთქვათ გაფუჭებული ტელეფონით ერთ-ერთი მემატიანის მიერ მცდარი ინფორმაცია ხალხში გავრცელებული სიტყვით რომელიც მატიანეში შევიდა და მერე ბიზანტიის იმპერატორმა გაიმეორა იმიტომ რომ გაგზავნა თავისი წარმომადგენლები ხალხში დაკითხეო რა ხდებაო საქართველოსშიო ხალხს დაკითხეო და ხალხიდან წაიღეს ის თორემ მეცნიერებიდან კი არ წაუღიათ ის ცოდნა ის ბაგრატიონების წარმომავლობისა ვითომ ეს იყო არასწორი გაგება გრიგოლ ხანძთელის მიერ ქათინაურისა რომლითაც მიმართა მან დიდ ბაგრატიონს გამზადებულ სამეფოდ. შეიძლება ერთი რამე რომ შეგეკითხო. ეხლა უყურეთ და რატომ მოხდა კიდე განსაკუთრებით რომ თვითონ გრიგოლ ხანძთელის ის ფრაზა რომელიც ისტორიულად ჩაწერილი იყო დაიკარგა და საქართველოს ერი ინფორმაცია რა უთხრა გრიგოლ ხანძთელმა იმას აშოტ კურაპალაც და როდესაც დაიკარგა იმდენად დაიკარგა რომ უნდა გითხრათ პლატონ იოსელიანი რომელიც ბაგრატიონების სიძე იყო გრიგოლ ხანძთელი საერთოდ პიროვნება არ იცოდა ვინ იყო და მოხდა ისე რომ როდესაც ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი სინას მთაზე ავიდნენ ეს იყო 1902 წელი 1902 წელი ესე იგი რამდენი საუკუნეა გასული იქიდან ტაო-კლარჯეთიდან ხო და ივანე ჯავახიშვილს ჰქონდა ინფორმაცია რომ იერუსალიმის ბიბლიოთეკაში სადღაც უნდა ყოფილიყო გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ხო და რო ჩამოვიდნენ სინასმთიდან გაიარეს იერუსალიმში და ხოვეს რომ ბიბლიოთეკის არქივში ჩაეხედათ იქ ძებნეს და იპოვეს ის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და 1902 წელს სინასმთიდან წამოსულებმა ჩამოიტანეს
იერუსალიმის გავლით პირველად გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და გრიგოლ ხანძთელი ვინ იყო ქართველმა ხალხმა გაიგო იმის შემდეგ 1902 წლის შემდეგ. ამიტომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის დაშვებული შეცდომა, რომელიც გაფუჭებული ტელეფონით ხალხში გავრცელდა გრიგოლ ხანძთელისავე ეპოქაში, იმას დაჭირდა მთელი მეცნიერების თავდასხმა, რომ ეს გრიგოლ ხანძთელის ნამდვილი ფრაზა იქ გიორგი მერჩულეს მიერ დაფიქსირებული ისტორიული სიზუსტით შეედარებინათ მერე მეცნიერული და ისტორიული მოვლენებისათვის. და დაიწყო იმან ჩვენმა უდიდესმა მეცნიერმა პავლე ინგოროყვამ საკუთარი ცხოვრების, საკუთარი მოღვაწეობის მიზნად დაისახა ეგ საკითხი ბოლომდე დაემუშავებინა. და ამხელა წიგნი დაწერა გიორგი მერჩულე, ანუ ის გიორგი მერჩულე, რომელსაც დაწერილი აქვს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა გრიგოლ ხანძთელის და ტაო კლარჯეთის ცხოვრება. და ისეთი სიზუსტით დაწერა, ყველაფერი იმდენად კარგად იკლია, რომ ერთი ბიბლიის ხელნაწიგნია გიორგი მერჩულემ და იმის შემდეგ გამორიცხულია, რომ ვინმე კიდევ გაიმეოროს იმ მემატიანის აზრი, რომ თითქოს 78 თაობა. მე გეტყვით თქვენ, ამას ხელს უწყობდა თვითონ სახარება, მათეს სახარება იწყება ასეთნაირად, მოგეხსენებათ. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. მაშინ ავდგეთ ახლა, ეს აბრაამი არის სათავე მთელი ებრაელი ერის. და არც ერთ შემთხვევაში მთელი ის სია, რომელიც მოგვცა მათე მახარობელმა, არ შეიძლება მივაკუთვნოთ ჩვენ იესო ქრისტეს. არ შეიძლება რომ მივაკუთვნოთ და რატო? ჯერ ერთი იესო ქრისტე როგორ შეიძლება იყოს იმის, როდესაც ის ანგელოზური დამატებით დაიბადა, მოგეხსენებათ. არავისზე არ არის. არა, ქალბატონო დეიზა, ბოდიში. მე განვარტავ. არა, 42 თაობაში მაგის მარიამის ქმარის დაბადებაზეა საუბარი, იესო ქრისტეს დაბადებაზე არ არის საუბარი. აქ ძალიან ხშირად აქვს ადგილი ტენდენციებს, რომელიც შეიძლება თვითონ ქრისტეს სასარგებლოც იყო თავის დროზე ისრაელში, იმიტომ რომ წინასწარმეტყველები გაბატონებული იყო წინასწარმეტყველების აზრი და ისინი მოითხოვდნენ, რომ მოსულიყო მესია დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებიდან. ხო და ეს იმისათვის, რომ მათე მახარობელი იყო ნამდვილი მოსიყვარულე და მორწმუნე და უნდოდა რომ თავისი ერით დაერწმუნებინა, რომ იესო ქრისტე იყო ნამდვილი მესია, ადგენენ და იურიდიული ღირებულება გამოიყენეს, იურიდიული, რადგანაც იესო ქრისტეს გამზრდელი, ასე ვთქვათ, მარიამის მეუღლე იყო, ნამდვილად იყო ჩამომავალი დავით წინასწარმეტყველი. 42 მუხლი. ეს გამოიყენეს იმისთვის, რომ თავიანთი ერი გაეხარებინათ და დაეჯერებინათ, რომ მათ ეკუთვნით ეს. და ეს იყო გამონაკლისები და ისიც იყო ეტაპობრივი. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ერთხელ როდესაც მე მომიხდა პეტერბურგში სასულიერო აკადემიაში, ჩიშობელი ხო, ებრაელი იყო. მომიხდა ერთ-ერთი საკითხზე ქრისტიანობასთან დაკავშირებით და ებრაელობასთან დაკავშირებით მოხსენების გაკეთება. და როდესაც დავამთავრე მოხსენება, ეს პროფესორა, რომელიც მისმენდა, პირველი სიტყვა რაც თქვეს, ქრისტიანობის
განმარტება თავიდან უნდა დავიწყოთო. აი და მე თვითონაც მინდა გითხრათ, რომ ქრისტიანობა ნამდვილად უნდა განმარტებულ იქნას ძალიან სიღრმისეულად და ძალიან როგორ გითხრათ, უფრო დიდი მასშტაბით ორი სიტყვით ჩაგეჭრები. ძალიან ქალბატონო დენიზა, ორი სიტყვით, ბოდიშით რა, დიდი ბოდიშით. ერმილე გენაცვალე. ქალბატონი დენიზას მე ხვდები აი სიღრმისეულად რასაუბრობს, მაგრამ ჩვენ საერთოდ ახალი აღქმა და მით უმეტეს ეს მისი 4 პირველი თავი, ევანგელიე, კეთილი ამბავი, ქრისტე როგორც ასეთი, ჩვენ ვიცით ამ 4 წიგნიდან და შემდეგ უკვე საქმე მოციქულთა, კათოლიკე ეპისტოლენი, წმინდისა მოციქულისა პავლესი და ბოლოს გამოცხადება იოანესი აპოკალიფსისი. ქრისტე როგორც ასეთის ხსენება ხდება ახალ აღქმაში. და ჩვენ ახალი აღქმიდან ვიცით რომ ქრისტე არსებობდა. ამიტომაც თქვენ განაუარყოფთ, მაგრამ იქ არის ისეთი ნიუანსები, რომლებიც ერთმანეთიდან გამომრიცხავია, ურთიერთგამომრიცხავია, ამაზე საუბრობს, იმიტომ რომ იქ იესოს წარმოშობაზე რომ მიდის საუბარი 14 სამათაა გაყოფილი და 42 თაობაში იბადება უკვე იოსები მარიამის ქმარი, რომელშიც ერთი მოლეკულაც კი არ არის ქრისტეს, იმიტომ ქრისტე ჩაისახო სულიწმინდის მიერ ქალწულ მარიამში და მას რასაკვირველია მის მარიამის ქმარს უდიდესი ფუნქცია დაეკისრა, რომ ქრისტე გაეზარდა ჯერ ეგვიპტეში, ყველაფერი უდიდესი ფუნქცია დაეკისრა, მაგრამ წარმოშობა იესო ქრისტესი და დავით წინასწარმეტყველის საერთოდ სულ სხვა ამაზე საუბრობს ქალბატონი დეიზი. უფალს ეროვნება შალვას ვინ თქვა რომ უფალს არ შეიძლება რომ ქონდა ეს საერთოდ მკრეხელობა სხვა რაღაცა მინდა ერმილე რო შეგეკითხო. ანუ თუ შეიძლება უკვე დაიღალა ქალბატონი დეიზა შეკითხვები ერთ შეკითხვას მე დაუსვამ, ერთი-ორი შეკითხვა შენ და დღეის მდგომარეობით დავამთავროთ, იმიტომ რომ შემდეგ უკვე თქვენ ხო დაებადებათ შეკითხვები ადამიანებს, მსმენელს და შემდეგ ნელად უკვე თქვენ იქნები და ისაუბროთ. მე უკვე ყოველდღეს სიარული დღეს რატომღაც ცუდად ვიყავ. ქალბატონი დენიზა, ერთი შეკითხვა მაქვს პირდაპირ გეკითხებით. დღეს რაც ხდება? ხო. ქართულის აი ძირძველი მიწების იმ დროს, როდესაც უკვე დემოგრაფია კატასტროფამდეა ვარს გადაცილებული. თქვენ როგორ მიგაჩნიათ? ამ დროს ორი ამხელა არაბული ქალაქის მშენებლობა, სადაც 10,000 დიდარი არაბი ჩამოვა და არის თუ არა ქვეყნის ერის და ქართველი გენის პირდაპირი და უშუალო ღალატი. როგორ ფიქრობთ? ბატონო ერმილე, ესე იგი ბატონმა შალვამ გადაგვიყვანა სხვა საკითხზე და მოერიდა იმ აზრის გაგრძელებას, რომელსაც მე თქვენთვის მეპასუხა წინა შეკითხვაზე. იცით რა, თქვენ გაინტერესებთ საქართველოს ეკლესიაში არის თუ არა და მე არ შემიძლია რომ გადავიდე ამ საკითხზე თუ არ გითხარით. საქართველოს ეკლესია აუცილებლად უნდა სოფხედელობრივად დაიხვეწოს. ეს არის დიდი აუცილებლობა. ყველაზე რბილად რომ გითხრათ და სხვათა შორის შემიძლია აგრეთვე დაგისახელოთ ერთი წერილი, რომელიც ეკლესიის თანამშრომელმა გამოაქვეყნა ამ ბოლო ხანებში, ასავალ-დასავალში გიორგი ანდრიაძემ გამოაქვეყნა ასეთი მოთხოვნა, რომ გაიწმინდოს ეკლესიაო უშიშროების აგენტებისაგანო. ხო და ეს იმას ნიშნავს, რომ ის აგენტები თუ იქ არიან, ის იმისთვის არიან, რომ მათ თავისი საქმე აქვს. და რა თქმა უნდა, ეს ყოფნა სოფხედელობასაც ემსახურება. და იმ პოლიტიკას, რომელიც ეკლესიაში ძალიან
როგორ გითხრათ, მცდელობა იმისა, რომ ისარგებლონ, ასე ვთქვათ, ის მემატიანეს დაშვებული ერთ-ერთი არასწორი ინფორმაციით და ის აქციონ მთელ საქართველოს ისტორიად, ეს პატარა შეცდომა, რომელსაც თავისი საფუძველი ჰქონდა, ახლა შეცდომასაც აქვს რაღაც თავისი საფუძველი. მომდინარე ეკლესიაში გამოსასწორებელი არის მსოფლმხედველობრივი პოზიციები ნამდვილად, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება, რომ ეს კი არ იყოს დაპირისპირება, არამედ ეს იყოს დახმარება, ურთიერთდახმარება ჭეშმარიტებასთან მისვლის და სიმართლესთან მისვლის და ნამდვილ ისტორიასთან მისვლის.